რამდენჯერ გქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც გინდა რაღაცაზე კონცენტრირდე, მაგრამ ფიქრები გამუდმებით სხვა რაღაცაზე გადადის. ანუ ფაქტიურად არ შეგიძლია ერთ საკითხზე იყო კონცენტრირებული დიდხანს. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ ერთ ძალიან მარტივ, მაგრამ მტკივნეულ თემაზე. ვინ არის ის, ვინც მართავს შენს ყურადღებას? მოგესალმებით. მე ვარ ნინი, მენტალური ზრდის აკადემიის მენტორი და დღევანდელ ვიდეოში განვიხილავ ჩარლზ ენელის სურვილების ასრულების მასტერგასაღების რიგით მე-6 გაკვეთილს, რომლის სათაურია ადამიანის ტვინი. შესავალი. ეს გაკვეთილი მშვენივრად გაგაგებინებთ ოდესმე არსებული მექანიზმებიდან ყველაზე უფრო გასაოცარ მექანიზმს, რომლის საშუალებითაც თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი თავისთვის ჯანმრთელობა, ძალა, წარმატება, აყვავება და ნებისმიერი სხვა მდგომარეობა, რომელსაც მოისურვებთ. აუცილებლობის არსია მოთხოვნა. მოთხოვნები ხმადებენ ქმედებებს, ხოლო ქმედებებს მივყავართ შედეგებამდე. ევოლუციის პროცესი მუდმივად აშენებს ჩვენს მომავალს და დღევანდელ დღეს. ანუ დღევანდელ გაკვეთილში შევისწავლით ყველაზე საინტერესო მექანიზმს, რაც კი არსებობს მთელ სამყაროში, ეს არის ადამიანის ტვინი. და სწორედ ამ ტვინის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია მოვვითხოვოთ ამ სამყაროში არსებული ყველა სიკეთე, ძალა, ჯანმრთელობა, წარმატება, აყვავება და ასე შემდეგ. მაგრამ თურმე ეს რომ მოხდეს, აუცილებელი პირობა ყოფილა მოთხოვნა. მოთხოვნა ხმადებს ქმედებებს და ქმედებებს კიდევ მივყავართ შედეგებამდე. ანუ მანამ სანამ რაღაცის კეთებას დავიწყებთ, აუცილებელია მოვითხოვოთ. ბიბლიაშიც ხო ასე გვიწერია, მოითხოვე და მოგეცემა, დააკაკუნე და გაგიღებენ. მასტერგასაღების ავტორი ჩარლზ ენელი გვიმტკიცებს, რომ პირველ რიგში აუცილებელია მოთხოვნა. აზრი გონების პროდუქტია, ხოლო გონება ქმნის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამყაროსეული გონი შეცვლის თავის საქმიანობის ხერხებს და თქვენს იდეებს მოერგება. თუმცა ჩვენ შეგვიძლია სამყაროსეულ გონთან ჰარმონიული ურთიერთობების მიღწევა, ხოლო შემდეგ ყველაფრის მოთხოვნა, რაზეც უფლებაც გვაქვს და ჩვენი გზა განათდება. ავტორი გვახსენებს იმასაც, რომ რაღაცა რო შეიქმნას, ამისთვის უნდა დაიბადოს აზრი. ანუ აზრი ქმნის. კი, მაგრამ როდესაც აზრი ქმნის, თუ ყველა აზრი, რომელიც ადამიანის გონებაში წარმოიქმნება, შექმნის შედეგებს, და აქ რაღაც საწინააღმდეგო აზრები შეიძლება მოგვივიდეს და ავტორი ცდილობს ეს კითხვები გაგვიფანტოს იმის ახსნით, რომ ის აზრი, რომელიც ჰარმონიაშია სამყაროსეულ გონთან, ანუ ეთანხმება სამყაროში არსებულ კანონებს, შეძლებს გამოვლენას. და ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როგორ უნდა მოვიდეთ სამყაროსეულ გონთან ჰარმონიაში, ანუ როგორ უნდა შევქმნათ ჩვენი პიროვნება ისეთად, რომ ემთხვეოდეს იმ უზენაეს კანონებს, რა კანონებიც არსებობს სამყაროში. და მეგობრებო, საბედნიეროდ ჩვენ ყოველდღიურად ვიცვლებით. შეიძლება თქვენთვის წარმოუდგენელი იყოს ეს, მაგრამ თქვენ არ ხართ ის პიროვნება, რომელიც იყავით 1 წლის წინათ. იმ გამოცდილებებმა, იმ თავგადასავლებმა, რომლებიც 1 წლის განმავლობაში გქონდათ, ძალიან ბევრი რამე შეცვალა თქვენში, შეცვალა თქვენი წარმოდგენები, თქვენი შეხედულებები, მოგცათ გამოცდილება და დღეს უკვე სხვა პიროვნება ხართ. და სწორედ ასე ხდება ადამიანის ფორმირება დროთა განმავლობაში. და ეს ფორმირება პოზიტიური იქნება, ანუ ადამიანი ჩამოყალიბდება კარგ პიროვნებად თუ ნეგატიური იქნება, დამოკიდებულია იმაზე, რა გარემოში ვცხოვრობთ, როგორ ფიქრებს ვაწარმოებთ და როგორი არის ჩვენი მენტალური განწყობა. ხშირად დაუსვამთ ჩემთვის ესეთი კითხვა, რომ თუ გჯერა ადამიანის შეცვლის. რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია შეცვლა და აქ არ არის საქმე მონდომებაზე. ანუ თუ მოინდომებს შეიცვლება კი არა, ყველა იცვლება და ეს ცვლილება ადამიანისგან დამოუკიდებლად ხდება. და თუ გვინდა რომ ცვლილებები იყოს სასიკეთო, აუცილებლად უნდა ვისწავლოთ იმ საოცარი მექანიზმის მართვა, რომელსაც ქვია ტვინი. ახლა კი გადავიდეთ თეზისებზე.
სამყაროსეული გონი ისე შესანიშნავია, რომ მისი პრაქტიკული ძალების, შესაძლებლობებისა და უსასყრო ქმედებების გაგება ძნელია. ჩვენ უკვე გავიგეთ, რომ ეს გონება არა მხოლოდ მთელი ინტელექტია, არამედ მთელი სუბსტანციაცაა. მას როგორღა იღებს ის სხვადასხვა ფორმებს, როგორ მივაღწიოთ სასურველ ქმედებებს? ვკითხეთ ნებისმიერ ელექტრიკოს, როგორია ელექტრობის მოქმედება და იგი გიპასუხებთ, რომ ელექტრობა ეს არის მოძრაობის ფორმა და მისი ქმედებები დამოკიდებულია მექანიზმზე, რომელზეც იგი დართულია. ამ მექანიზმზეა დამოკიდებული ჩვენ მივიღებთ სითბოს, სინათლეს, ენერგიას, მუსიკას თუ სხვას. ხოლო აზრი არის გონება მოძრაობაში და აი რაშია აზრის ყოველი ძალის საიდუმლო. იგი მთლიანად დამოკიდებულია მექანიზმზე, რომელზეც ძალის მოდება ხდება. რა მექანიზმია ეს? ეს მექანიზმია ტვინი. მოდით შევისწავლოთ ამ მექანიზმის სასწაულები. შესაძლოა ასე უკეთ გავიგოთ იმ მრავალფეროვანი შედეგების შესახებ, რომელთა მიზეზიც ის არის. ავტორი თეზისებს იწყებს სამყაროსეულ გონზე საუბარით და წიგნში, როდესაც შევხვდებით სამყაროსეულ გონს, ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ აქ საუბარია ღმერთზე. და ავტორი ამბობს, რომ ღმერთი არის ყველგან და ყოველთვის და ის იღებს ფორმას დედამიწაზე. და როგორ, რისი საშუალებით იღებს ის ამ ფორმას და ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ავტორს მოყავს ელექტრობის მოქმედება. ანუ ელექტრობა როგორ ვლინდება სამყაროში. მისი გამოვლენა ხომ სხვადასხვაგვარია, ხო? ჩვენ შეგვიძლია ელექტრობა გამოვავლინოთ შუქის სახით, გამოვავლინოთ გათბობის სახით, მუსიკის სახით და ასე შემდეგ. ანუ დამოკიდებულია იმაზე, რაზეც არის დართული ეს მექანიზმი. ელექტრობა ვლინდება იმის შესაბამისად. და ზუსტად სამყაროსეული გონი როგორ ვლინდება, ანუ ღმერთის ენერგია. ღმერთის ენერგია ვლინდება იმის მიხედვით, თუ რაზე არის ის დართული. და ვიცით, რომ სამყაროსეული გონი ვლინდება მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის ტვინის საშუალებით. ანუ როგორც არის მოწყობილი ჩვენი ტვინი, როგორი ინტელექტიც გვაქვს, იმის მიხედვით ვლინდება ღმერთი ჩვენს ცხოვრებაში. მე ხშირად ვამბობ, რომ ჩვენ ვართ ღმერთის ხელები და ღმერთი გამოხატულებას პოვებს ადამიანის საშუალებით. და სწორედ როგორიც არის ჩვენი მექანიზმი, ჩვენი ტვინი, იმის მიხედვით გამოვლინდება ის ჩვენს ცხოვრებაში. ავტორი გვთავაზობს, რომ შევისწავლოთ ეს საოცარი მექანიზმი და გავიგოთ მისი ძალაუფლების შესახებ. პირველ რიგში არსებობს აზრის უზარმაზარი სამყარო, ანუ მენტალური სამყარო, რომელშიც ცხოვრობთ, მოძრაობთ და ვარსებობთ. ეს სამყარო არის ყოვლისშემძლე, ყველგანყოფი და ყოვლისმცოდნე. იგი ეხმაურება ჩვენს სურვილებს, ჩვენს მიზნებს და ჩვენს რწმენებს. მიზანი უნდა შეესაბამებოდეს ჩვენი ყოფიერების კანონს, ანუ ის უნდა იყოს შემოქმედებითი. ჩვენი რწმენა უნდა იყოს ძლიერი, რათა შექმნა საკმარისი სიმძლავრის ნაკადი, რათა განხორციელდეს ჩვენი მიზანი. ჩვენი რწმენის შესაბამისად მოგვეცემა ჩვენ. შედეგები, რომელიც გარე სამყაროში ჩნდებიან, ინდივიდუალური სამყაროსეულზე რეაქციის შედეგია. ამ პროცესს აზროვნებას ვუწოდებთ. ტვინი ის ორგანოა, რომლითაც ეს ხორციელდება. იფიქრეთ, რა საოცარია ეს. თქვენ გიყვართ მუსიკა, ყვავილები, ლიტერატურა, შთაგაგონებენ თუ არა თქვენ უძველესი ბერძნები და გენიოსები. გახსოვდეთ ნებისმიერ სილამაზეს, რომელზეც რეაგირებთ. შესაბამისი მოხაზულობა უნდა გქონდეს თქვენს ტვინში, რათა შეძლოთ მისი შეფასება. ანუ ის შედეგები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში გვაქვს, დამოკიდებულია სწორედ იმ მექანიზმზე, რომელსაც ქვია ტვინი. ხოლო ტვინი მუშაობს ჩვენი აზროვნების შედეგად. რა აზრებსაც ვაწარმოებთ, როგორიც არის ჩვენი უპირატესი მენტალური განწყობა, სწორედ იმის მიხედვით იმუხტება ჩვენი ტვინი და ის ვლინდება ჩვენს სამყაროში. ასევე ავტორი ამბობს იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გქონდეს მიზანი და აუცილებელია ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე დაჯილდოებული ვიყოთ რწმენით. ავტორს ასევე მოჰყავს ბიბლიიდან ფრაზა ჩვენი რწმენის შესაბამისად მოგვეცემა ჩვენ და ამბობს, რომ ეს არის მეცნიერულად დადასტურებული ფაქტი და მართლაც ასეა. და როდესაც ჩვენ დასახული გვაქვს რაღაცა მიზანი
და ამ მიზნისკენ მივდივართ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვწამდეს, რომ ამ გზაზე ჩვენ მიუხედავად იმისა, რაიმე დაგვაბრკოლებს თუ არა, მიუხედავად იმისა, ფეხს ამოვიკრავთ თუ არა, აუცილებელია, რომ ავდგეთ და გავაგრძელოთ გზა და შევძლებთ თუ არა ამ გზის გაგრძელებას, ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ რწმენაზე. ანუ ავტორს შემოყავს რწმენა, როგორც ერთ-ერთი უმძლავრესი ინსტრუმენტი, ან უფრო მდგომარეობა ადამიანის ცხოვრებაში, რომელსაც მივყავართ ჩვენი ოცნებების ასრულებამდე. ბუნების საკუჭნაოში არ არსებობს ისეთი სიკეთე ან პრინციპი, რომლის გამოხატვასაც ტვინი ვერ შეძლებდა. ტვინი ეს არის სამყარო ჩანასახში, რომელიც მზად არის განვითარდეს, როგორც კი ამის საჭიროება გაჩნდება. თუ შეძლებთ შეცნობას, რომ ეს მეცნიერულად ჭეშმარიტი და ბუნების კანონებს შორის ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი კანონია, თქვენ უფრო ადვილად შეიცნობთ ამ მექანიზმს, რომლის საშუალებითაც მიიღწევა ეს არაჩვეულებრივი შედეგები. ავტორმა შეადარა ტვინი ჩანასახს და ამ შედარებაზე მახსენდება ერთი მაგალითი. წარმოვიდგინოთ მცენარის თესლი 3 ცალი და ეს მცენარის თესლი განვათავსოთ მაგიდაზე. აი, ერთი თესლი რო გადავაგდოთ ნაგავში, მეორე თესლი ჩავდოთ ნოყიერ მიწაში და მესამე თესლი უბრალოდ დავტოვოთ მაგიდაზე. რა მოხდება? პირველი თესლი, რომელიც ნაგავში გადავყარეთ, დაიწყებს ლპობას, ხომ ასეა, ანუ ვეღარ განვითარდება და მოკვდება, ხო, საბოლოო ჯამში. მეორე თესლი, რომელიც ნოყიერ ნიადაგში ჩავრგეთ, ის პოვებს გამოხატულებას, გაიზრდება და მისგან ჯანსაღი მცენარე ჩამოყალიბდება. ხოლო მესამე თესლი, რომელიც დავტოვეთ მაგიდაზე, ვერ პოვებს განვითარებას, ვერც ის არც დალპება და არც გაღვივდება, ანუ დარჩება ისეთად, როგორიც გაჩნდა, ხო? ზუსტად ასე არის ადამიანის ტვინი. ზოგი ადამიანი, რომელიც მუშაობს ტვინზე და მუდმივად ცდილობს განვითარდეს, იმ თესლივით აყვავდება და აღმოცენდება და ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწევს. ზოგი ადამიანი, რომელიც ცუდ გარემოში მოხდება, სხვების დადანაშაულებას დაიწყებს და არ შეეცდება, რომ განვითარდეს, მისი ტვინი ზუსტად ისე განადგურდება, როგორც განადგურდა ნაგვის ურნაში ჩაგდებული თესლი. ხოლო ადამიანი, რომელიც მიყვება ცხოვრების დინებას, არ ცდილობს არაფრის შეცვლას, უბრალოდ ცხოვრობს და მხოლოდ და მხოლოდ კმაყოფილია იმით, რაც აქვს და არ ცდილობს განვითარებას, დარჩება ზუსტად იმ მდგომარეობაში, როგორ მდგომარეობაშიც გაიღვიძა მისმა ტვინმა. ანუ არც მეც ისწავლის, არც განვითარდება, არც სარგებელს მოუტანს სამყაროს და არც განადგურდება. უბრალოდ იქნება რიგითი ჭანჭიკი ამ სამყაროში. ამის მერე ალბათ დაფიქრდებით და თქვენს მიხვდებით, რომელი გზა უნდა აირჩიოთ. რახან თითოეული ჩვენგანის ტვინში არის სამყაროს ჩანასახი, ჩვენ გარკვეულწილი პასუხისმგებლობა გვიკისრება იმაზე, რომ მივცეთ ამ ჩანასახს განვითარების უფლება. და თეზისებში საუბარი გრძელდება იმაზე, თუ როგორ არის დაკავშირებული ტვინი მთელ სხეულთან და მოჰყავს ავტორს ნერვიული სისტემა, რომელიც ჰგავს ელექტრონულ წრეც და თითქოს ეს ნერვიული სისტემა, რომელშიც არის ტვინის თეთრი ნივთიერება, მთელი არხების საშუალებით გადაეცემა მთელ სხეულს. ზურგის ტვინი არის დიდი ძრავა და მგრძნობიარე გამტარი გზა, რომლითაც ეს შეტყობინება გადაეცემა თავის ტვინს. კიდევ არსებობს სისხლი, რომელიც ჩვენი ვენებითა და არტერიებით მიედინება და ანახლებს ჩვენს ენერგიას და ძალას. ეს არის იდეალურად მოწყობილი სისტემა, რომელზეც მთელი ფიზიკური სხეულია დაყრდნობილი და ბოლოს ნაზი და შესანიშნავი კანი, რომელიც მთელ სისტემას ფარავს და ეს არის ცოცხალი ღმერთის ტაძარი და თეზისებში საუბარი გრძელდება იმაზე, თუ როგორ გადადის ტვინიდან ნერვიული იმპულსები მთელ სხეულზე და როგორ არის ადამიანი აგებული ერთ სისტემად. ტვინი ნერვიული დაბოლოებების დახმარებით ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც გადადის ზურგის ტვინის დახმარებით მთელს სხეულში
და ამ ტვინის ნივთიერებას უძახიან თეთრ ნივთიერებას და მას იმპულსების სახით გადააქვს ყველა ინფორმაცია, რომელსაც ტვინი ამუშავებს გონებაში. ასევე ჩვენ გვაქვს სისხლი, რომელიც ვენებითა და არტერიებით მიედინება მთელ სხეულში და ანახლებს ჩვენს ენერგიასა და ძალას და ამ იდეალურად მოწყობილ სისტემას ფარავს ძალიან ლამაზი და ნაზი კანი და ადამიანი ყალიბდება ერთიან სისტემად და ეს არის ცოცხალი ღმერთის ტაძარი. და რა დიდი სიხარულია ამის გაცნობიერება, რომ ჩვენი სისტემა არის ისე აწყობილი, ისე იდეალურად არის შექმნილი თითოეული დეტალი, რომ ჩვენ ვყალიბდებით ცოცხალი ღმერთის ტაძრად და სიხარულთან ერთად ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენ როცა ვიაზრებთ, რომ ჩვენი სხეული, ის ავატარი, რომელიც ჩვენ გვაქვს, მოგვეცა როგორც ღმერთის ტაძარი, პასუხისმგებლობა გვეკისრება იმაზე, რომ უნდა მივხედოთ ამ ჩვენ სხეულს, უნდა გავასუფთავოთ ის, უნდა ვაკონტროლოთ, რას ვჭამთ, სად დავდივართ, რას ვიცვამთ. არ უნდა დავაბინძუროთ არ ჩვენი გონება და არ ჩვენი სხეული. ადამიანს, რომელიც იხედება შიგნით და არა გარეთ, არ შეუძლია არ გამოიყენოს ეს მძლავრი ძალები, რომლებიც საბოლოოდ განსაზღვრავენ მისი ცხოვრების მსვლელობას. ამგვარად განაწყობენ მას ყველაფერზე საუკეთესოზე, ძლიერზე და სასურველზე. ყურადღების კონცენტრირება შესაძლოა ყველაზე არსებითი პირობაა გონების კულტურის განვითარებისთვის. ის შესაძლებლობები, რომელსაც იძლევა სწორად მიმართული ყურადღება, იმდენად გასაოცარია, რომ ბევრი ნაკლებად თუ დაიჯერებს ამას. ყურადღების განვითარება ყველა წარმატებული ადამიანის განსხვავებული თვისებაა და ეს უმაღლესი პირადი მიღწევაა ყველა შესაძლო მიღწევას შორის. ამ თეზისებში საუბარია იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ყურადღება შევატიელოთ ჩვენ შიგნით და გავერკვიოთ ეს სისტემა, რომელსაც ხელმძღვანელობს ტვინი, როგორ მუშაობს, რა ფიქრებს აწარმოებს, რა აზრები ტრიალებს, რაზე კონცენტრირდება და ყურადღების კონცენტრირება შემოაქვს ავტორს აქ ვეუბნება, რომ ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა გონების კულტურის განვითარებისთვის. ანუ გონებასაც აქვს კულტურა და ამ კულტურას სჭირდება განვითარება და ყველაზე კარგი გასაღები გონების კულტურის განვითარებისთვის არის ყურადღების კონცენტრაცია. იმ ადამიანებს, რომლებსაც განვითარებული აქვთ კონცენტრაციის უნარი და შეუძლიათ ფოკუსირება მოახდინონ ერთ საგანზე ან მოვლენაზე დიდი ხნის განმავლობაში, წარმატებულ ადამიანებს ეძახიან. ამ ადამიანების ცხოვრების ყველა სფერო არის დალაგებული იდეალურად. ისინი ცხოვრობენ ბედნიერად, აქვთ სიუხვე და აქვთ იდეალური ჯანმრთელობა. ყურადღების კონცენტრაცია ეს არის ის მნიშვნელოვანი მომენტი, რაზეც თქვენც უნდა დაიწყოთ მუშაობა, რომ მიაღწიოთ იმ შედეგებს, რომლებიც თქვენთვის ასე მნიშვნელოვანია. და დღევანდელი სავარჯიშოთ სწორედ ყურადღების ძალის განვითარებას ემსახურება. ანუ მასტერ გასაღების რიგით მე-6 სავარჯიშო არის ყურადღების ძალის განსავითარებელი სავარჯიშო და ის ასე ჟღერს. აიღეთ ნებისმიერი ფოტოპორტრეტი და ჯექით იგივე პოზაში, იგივე ადგილზე, იგივე ოთახში. ყურადღებით შეისწავლეთ ფოტოსურათი არანაკლებ 10 წუთის განმავლობაში. აღნიშნეთ თვალების გამომეტყველება, გულმოდგინეთ და თვალიერეთ ყველა ნაკვთი. შემდეგ მოაშორეთ ეს სურათი, დახუჭეთ თვალები და ეცადეთ აზრობრივად მის დანახვას. თუ თქვენ ზუსტად ხედავთ თქვენს იდეალს, მოსალოცად გაქვთ საქმე. თუ არა, გაიმეორეთ ვარჯიში, სანამ წარმატებას არ მიაღწევთ. ანუ ამ კვირაში ვარჯიშის სახით უნდა ვკონცენტრირდეთ ფოტოსურათზე. ფოტოსურათი შეიძლება იყოს ნებისმიერი, რომელიც თქვენ გსურთ. მაგრამ 7 დღის განმავლობაში ეს ფოტოსურათი არ უნდა შევცვალოთ. ავარჩიოთ ერთი სურათი, რომელზეც იქნება გამოსახული ადამიანის სახე. ჩემი მაგალითის შემთხვევაში მე მქონდა ჩემი და ჩემი შვილების სურათი. ეს იყო ერთი სურათი, სადაც ვიყავით სამივე.
10 წუთის განმავლობაში ვაკვირდებოდი ამ სურათს, ანუ ვუყურებდი თვალგახელილი რა თქმა უნდა. შემდეგ ამ სურათს გადავდებდი გვერდით და 5 წუთით ვხუჭავდი თვალს და ვცდილობდი ზუსტად წარმომედგინა ის, რაც იყო სურათზე. ჩემთვის საკმაოდ რთული იყო ამ სავარჯიშოს შესრულება, იმიტომ რომ მავიწყდებოდა რაზე ვფიქრობდი. იმის ნაცვლად რომ ჩემი გონება კონცენტრირებული იყო, გაეხსენებინა როგორი იყო სურათი, ერთი ფიქრიდან მეორეზე გადადიოდა და თქვენც ასე დაგემართებათ. და ზუსტად ამ მომენტში, როდესაც თქვენი ფიქრები გაიქცევა სხვა რაღაც მოვლენაზე ან ფაქტზე, თქვენ უნდა მოატრიალოთ გონება და ისევ უნდა ეცადოთ სურათის გახსენებას. ანუ ყოველ დღეს სრულდება ეს სავარჯიშო, იგივე დროს და იგივე ადგილზე. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ 10 წუთი ვუყურებთ სურათს და 5 წუთი ვცდილობთ სურათის გახსენებას. ამ 5 წუთში ჩვენი აზრები ძალიან ბევრჯერ გაიქცევა, მაგრამ ჩვენი დავალება ყველა ჯერზე მოვაბრუნოთ ჩვენი გონება და დავაძალოთ მას გაიხსენოს ის სურათი, რომელსაც 10 წუთის განმავლობაში უყურებდა. ძალიან დიდი მადლობა მოსმენისთვის. ეს იყო ნომერ 6 სავარჯიშო, რომელიც ემსახურება ჩვენი კონცენტრაციის განვითარებას. შეგახსენეთ, რომ ყველა მომდევნო გაკვეთილი აიტვირთება შაბათს, თუ რამემ არ შემიშალა ხელი. მე კიდევ ძალიან მჭირდება თქვენი მხარდაჭერა, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, გაუზიაროთ ეს ვიდეო სხვა ადამიანებს, დაგვეხმარეთ ჩვენც და ეს სიკეთე დამერწმუნეთ, გაასმაგებულად დაგებრუნდებათ უკან. მე კიდევ გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.